კიდევ ერთხელ დღემშვიდობი ძვირფასო რადიოს მსმენელებო. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ძველი რადიოა და გადაცემის დასასრულს დიტოს უთხოვთ. ასპარეზ, მოგესალმებით დიტო. დღემშვიდობის მიშა. და მე უკვე დავანონსე, ის დავანონსე დასაწყისში, რომ მართალი არც როზალი ლუქსემბურგი მეხატება გულზე, არც კლარა ცეტკინი და არც პირველი, მეორე, მესამე ინტერნაციონალი, თუმცა ხვალ ქალთა საერთაშორისო დღეა 8 მარტი, ბუნებრივია კიდევ ერთხელ შენიშნებართვით ქალბატონებს წინ და წინ იულოცავ. ამ დღეს იყვნენ მშვენიერები, ლაღები, კარგები, ბედნიერები, რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად. ისე საზოგადოების მწვერვალი რა არის, რომ 365-ვე დღე უნდა ეთმობოდეს ალბათ ღვთისგან ყველაზე დიდ ქმნილებას, ხო? და ყველაზე დიდ მშვენებას. არა მხოლოდ 8 მარტზე. და არა 8 მარტზე მე ეხა არც ვახსენებ რა კუთხით, იცი? არა, ჩვენი გადაცემა, ხო, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, რა ყოველ შაბათს გადის 3 და 8 მარტს შორის, ხო? დედის დღეს და ქალთა დღეს შორის და ამ ხრივ უფრო იტვირთება. და მე დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან ბევრი რამე შევიტყო პირადად მე და ჩვენი რადიო მსმენელი, არაჩვეულებრივი თემაა გარჩეული, ანუ გამოჩენილი სპორტსმენი, ქართველი ქალბატონები. მხოლოდ ბუნებრივია ქალბატონები, მხოლოდ აბა დღეს სხვა არ სიტყვით ვერ შეაფასებდი, რომ საერთოდ ეხა დღეს რომელიმე ვაშ ან მამაკაც სპორტსმენზე გვესაუბრა. მოდი უპრიანია დავიწყოთ პირველი ქართველი ოლიმპიელი ჩემპიონი ქალი. აი ვისაც სხვათა შორის მედია ჯუღელი ბოლო. კი, საუბარია მზია, ხო, ნუ მედია ოფიციალურად ისე სულში უფრო მზიას უწოდებდნენ. მზია ნიკოლაევნას დაბადებიდან უკვე 100 წელი იუბილე ქონდა. თან იცი იმ პერიოდში ეხა დღეს ვისაც გავაჟღერებ დიდი უმეტესობა დაბადებული იმ პერიოდში, როცა ჩვენ ასე ვთქვათ საზაფხულო არდადეგების ხანა გვიდგას და აი ამ ხრივ იმიტოა რომ ყველა აბსოლუტურად დღეს ჩვენს მიერ წარმოჩენილ აი ამ დიდებული სპორტსმენების პიროვნებების და ქალბატონის ყველა ქალბატონს პირველად ვაჟღერებ. მაშასე დავიწყოთ. მე უნდა დავამხილო როგორი რუდუნებით და როგორი შრომის მოყარეობით ელოდებოდი შენ მუშაობდი ამ თემაზე მთელი კვირის განმავლობაში. არ არის მარტივი სიმართლე გითხრა ხა. კი, ნამდვილად. არ ვამბობ ხა ესეთი ხო და მე მადლობა მინდა გითხრა შენ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ნამდვილად რაღაც ისეთი შინაარსობრივად მართლა გვირგვინდება ხოლმე შენი მონათხრობით რა. აბა უღრესი მადლობა მიშა, რა შეიძლება ვთქვა, არ ვიცი, ვცდილობ, წვალობ რა გამოგდის ამას უკვე მსმენელი აფასებს და ჩვენი თავარი და ერთადერთი მიზანი არის უკაცრავად არა პერსონაფიცირება, ეხლა მე შენ რა გვინდა საზოგადოების წინაშე რაიმე ეგრეთ წოდებული ქულების არა, არამედ ის რომ აი განსაკუთრებით ეხლა ის რომ ხშირად ვამბობ მიყვეს ჩემი საყვარელი ფრაზა რომ გამეორება წოდნის დედაა და ჩვენ და მომდევნო თაობასაც უკვე პატარებს უკვე ვისაც საერთოდ ბევრს დარწმუნებული ვარ არც მენია და არც გაუგია არ მხოლოდ ყურმოყრით ცარიელი სახელი და გვარი და რო კითხო რა გაკეთებულიო ნუ უკვე ისეთი გაფართოებული თვალებით შემოგცქერის და ნუ აი მაგრამ არცოდაა და სწორედ ამიტომ ვარ ჩვენი მეცადინეობით ეხა რაღაც პატარა მცირე ის მაინც შეიძლება შეუქმნათ, ხო? მცირე პორტრეტი შეუქმნათ და წარმოდგენა რო გქონდეთ თუ რა დიდებულ წინაპრებზე, იმიტომ რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე და აქ არა მარტო მათ სულს და ხსოვნას უგდავყოფთ მე და შენ, არამედ ვაკეთებთ მთავარს, რომ აი ამ მომავალ თაობას რომ ერთგვარი მაგალითის მიცემის მიზნით ვაცნობთ ყოველივე ამას. მაშასე მზია ჯუღელი 100 წლის იუბილე ქონდა უკვე ქალბატონ ცხონებულ სულგურთხეულ მზია ჯუღელს გახდათ სპორტული წარმოვარჯიშე და აქვე მინდა აღვნიშნო რომ იყო წმინდა წყლის იმერელი ქუთაისში დაბადებული ეს წარმომადგენლობითი ორივე მშობელი იყო სამედიცინო სფეროს მუშაკი და ეს წყარო ამას აღარ გვაძლევს თუ რის გამო მოხდა რომ აი ხა მამა ქალაქიდან მე გადასახლდნენ გურჯაანში მშობლები ხო უკვე მზია უკვე დაბადებული იყო ამ ქვეყნად გახდათ მონელი და აი მე იწყება მზიას უმძიმესი აი ის ხანა რამაც აი ამ დიდებულ ქალბატონს გააძლებინა და მე შეაძლებინა იმ უნიკალური სპორტული მიღწევები საერთოდ და ყოფით ცხოვრებაში რთული ბავშვობა ურთულესი ბავშვობა 38-ში ხო წარმოგიდგენია გურჯაანში ორი კვალიფიცირებული ექიმი ჩამოდის ორივეზე რამხელა მოთხოვნა რიგები ყველაფერი 38-ში მაშინდელი გურჯაანის ჩეკას უფროსმა მე სუფრებზე ამაყობდა თურმე
გოგი გედევანიშვილმა პირადად დააპატიმრა. იმავე წელს დაუხრეთავთ, გვიან გაიგო. საკმაოდ გვიან, რამდენიმე წლის შემდეგი, ბოლო მომენტამდე იმედი ქონდა, რომ იგებს სადმე გადასახლებაში და მე უშუალოდ ოლიმპიური ჩემპიონი რო გახდა, იღებ ლავრენტის მეშვეობით რაღაც და აღმოჩნდა, რომ იმავე წელს რისთვის დახვრიტეს და დაიჭერეს კაცმარიძის, ეს გედევანიშვილმა საფლავში წაიღო. მოკლედ ისე გედევანიშვილი და ჩეკისტი ცოტა შეუსაბამო. ხო, არ ვიცი, ცოტა ჩემთვის არ ვიცი, იმდენად წარმომადგენლობითი და ისეთი აღმატებულ ხარისხში ყოფი გვარია, რომ ძალიან დიდი ის ჰქონდათ. არ ვიცი, ხდება, ყველაფერი ხდება, ჩემო მიშა, აქ დედა გადაუსახლეს, უბრალოდ დედა მოახერხა მერე შემდგომ გადასახლებიდან დაბრუნება და აი ამ ფონზე გაზრდილი, ახლა თავად განსაჯე, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მსოფლიო სტუდენტური თამაშების 4-გზის ჩემპიონი გახდა, იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთან მსვლელი და აი უშუალოდ სანამ ჩვენ ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებს შევეხებით, სადაც მზია გახდა პირველი ქართველი ოლიმპიელი ჩემპიონი, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 1950 წელს მაშინ ბერლინში ტარდებოდა უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება და როგორც ხალხის მტრის შვილს ბუნებრივია ჯუღელი იყო ეგრეთ წოდებული გაუვალი, ანუ ნევიეზნოი რა, ანუ პარგლებს გარეთ არავის და პირადად მიწერა წერილი ლავრენტი ბერიას. ეხლა ლავრენტი და წერილი რამდენი მას გაივლიდა, ესე მარტივი არ იყო, მეც საქმე არ გქონდა ლავრენტის, ეხლა რაც მის სახელზე მიდიოდა პავლოვიჩი იჯდა ბაგიდაზე კითხულობდა. იქ მთელი რიგი განყოფილებები ამას ამუშავებდნენ და როგორც ჩანს, არა, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ უკვე იმდენად გუხდა ზიას ნიჭიერების შესახებ, რომ ქონდა ალბათ დავალებული, რომ თუ კი განსაკუთრებული პიროვნებები და იქნებოდა წერილი შემოსული, იმ წერილს უკვე კი იმ წერილს პავლოვიჩი პირადად იხილავდა. და რაღაც ეჭვი მაქვს დიდი, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, რამე თუ აღნიშნული წერილის გაგზავნიდან სულ მოკლე პერიოდში ზიას მიეცა ბერლინში გამგზავრების შესაძლებლობა და შემდგომ ასევე საერთაშორისო სარბიელზე როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპაში. იყო ხო ალბათ უკვე? კი, ბატონო. თბილისში იყო თუ გურჯაანში? არა, უკვე თბილისში. არა, ბუნებრივია, უკვე თბილისში ეს ხდება 1950 წელს და ჰელსინკში უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდურ შეჯიბრებაში წინვალეთი ასპარეზა და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, სხვათა შორის აქვე გაუსვა ხას ერთგარემოებას, რომ მომდევნო ოლიმპიადაზეც ითვლებოდა ფავორიტად, ეს ხდება 1956 წელს უკვე მელბურნში, მაგრამ საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე, რომელიც აღნიშნული გუნდის კომპლექტაციის მთავარი მამოძრავებელი უკვე საყრდენი იყო, მოიწამლა, მიუხედავად ამისა, იმდენად შეუპოვარი იყო, რომ ურთულეს ჯამთველობის, აი სერიოზულ იმ მომენტისთვის ვამბობ, შერყეული ჯამთველობით იასპარეზა გავიდა მე-4 ადგილზე, თუმცა ეს გმირობის თვალსაზრისით იყო, იმიტომ რომ მისთვის საერთოდ საწოლიდან ადგომ არ შეიძლებოდა არათუ ელემენტარულად ეხა ხალიჩაზე გასვლა და საბოლოოდ დარჩა იმ ოლიმპიადის მიღმა. ძალიან დიდი დაფასება ჰქონდა, საერთაშორისო დაფასება, აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სტანვარჯის სახელმწიფო და საპატიო პრეზიდენტი 2025 წელს იმხანად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის სპეციალური დიპლომი დააჯილდოვა. მანამდე 1996 წელს ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით იქნა მიწვეული 96 და 2002 წელს უკვე მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. რაღაც განუმეორებელი დიდებული ადამიანი იყო და თავად განსაჯეთ თვითონ ის ფაქტი, რომ ზია ჯუღელი იყო პირველი ქართველი ოლიმპიელი ჩემპიონი ქალი, ყველაფერზე მეტყველებს რა. ყველაფერზე და აი ამ ბავშვობის და აი ასეთი ახალგაზრდობის გამოვლის და აი ასეთი ისე შენი მონათხრობიდან ძირითადად ესეთი ბიოგრაფიის მქონე ბავშვებისგან იწვრთობიან ესეთი ძალიან ძლიერი სპორტსმენები და პიროვნებები შეიძლება ითქვას. ხაჭურის აი თავის მებრძოლისული ყოფიერ ცხოვრებაშიც გამოვლინდა 90 წლამდე იცოცხლა რა 10 წლის წინ გადაინაცვლა უკვე. სხვადასხვა მე მქონდა მის ინტერვიუ მოსმენილი, როგორი თავაზიანი, როგორი შესანიშნავი ქართულით მოსაუბრე და არა მოდი ასე ვთქვათ, მათ ყველას ახასიათებდა, იმიტომ რომ როცა
ხარ დიდი სპორტსმენი და იმხანად ეს უტოლდებოდა და ნუ მშვენიერეს ეს წარმომადგენლები ხო ამხრივ მე აი არც მსმენი არც გამიგია არც ამიკითხავს არც ვინმესგან თუნდაც ხურმოთრეული რომ ვინმეზე აი ოდნავი აუგიც კი ერქვა პიროვნული კუთხით არა ყველა იყო ზუსტად შერაზი იყო საუბრობ რომ ეს არის რა პროფესიონალიზმის პროფესიონალიზმის ყველაფერს აფასებდა ყველაფერს გადაფას სხვაგვარი გადაფასება ხდება აქმა სამყაროს შენი სისხლის და ხორცის შენი თანამიმრავლეების აბსოლუტურად სხვაგვარად ხდება კიდევ ერთ ჩვენ ერთ ქალბატონზე გადავიდეთ რომელიც ასევე ძალიან დამსახურებულია 7 წლის შესრულდებოდა ქალბატონ გახდებოდა 108 წლის მოდი ასე ვთქვა 108 წლის გახდებოდა ხო ოღონდ 25 აგვისტოს ელენე გოგიელზე ელენე გოგიელი ლენა ასე უწოდებდნენ მსვლელი იყო სხვათა შორის პირადი ნინო დუმბაძის მეუღლე ჩვენ ადრე ნინო დუმბაძეზე ვისაუბრეთ ბორის ჯიჩკოვზეა საუბარი ეს იყო მძლეოსარი თარჯ რბენი ეს რომელია დიმიტრი აი პახ ეს რო ახტები რა ურთულესია რას ლაბარაკობ და მიჯრით რო არის ხოლმე მოწყობილი როგორი პლასტიკა უნდა ქონდეს ეს ამის გარ სპრინტში იყო საქართველოს და ამიერკავკასიის იმხანად 51 რეკორდის ავტორი ევროპირველობაზე ქონდა 3 პოდიუმი 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და მთლიანობაში 10 პოდიუმი ქონდა. წარმოგიდგენია, ამ ორ ტიტულს მიღმა კიდევ 10 პოდიუმი. ანუ 10 ჯერ მოხვდა სამეულში, მედალოსან და შორის. იყო რაღაც აი დაუდგრომელი, ისეთი საოცარი ადამიანი იყო ეს მინდა აღვნიშნო რომ მეუღლე იყო იმხანად საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი ივანე გვინჩიძე, ვისაც მაინც და მაინც ამის ლეოსნობა და ეს თუნაობა დიდად არ ეხატებოდა, მაგრამ რას უზავდა, ნუ ქალი ლეგენდა, ეხა და ახლა ესე ხო და ნუ ასე თუ ისე და ძალიან ისეთ სალაყობო რამ რასაც მატიანემ შემოგვინახა თვითონ გალბატონი ლენა იხსენებდა რომ სადღაც ყაზბეგში ვიყავით რაღაც ღონისძიებაზე და რო ბრუნდებოდითო მეუღლე მითხრა რომ მოდი ორა დუშეთის ბაზარშიო იმხანა დუშეთის ბაზარი ძალიან განთქმული იყო იმ ხრივ რომ აი ეს ცხვარი გოჭი საკლავი რაღაც ნატურალური საპრემიქსები და ის ბიჭო უმშეჭამდი რა იმდენად გემრიელი და თან შედარებით იაფიც იყო სხვათა შორის ეს იმ პერიოდზეა საუბარი და აი ის როგორ იყო ბაზარი განთავსებული პატარა მესერივით ესეთი ღობე იყო და იმის უკან ტყე იწყებოდა ეს პატარა ტყესავით იწყებოდა და მოკლედ გოჭი საღეთ და შევიდა ბატონი ივანე თავის მეუღლესთან ერთად და ეთქო ხო იცი მაინც ეს არ არიან რა ეხა იქ ლენასგან განსხვავებით მაინც ხო იცი ეს დარბაისელი ხალხი მაინც და მაინც ქვიტი დაიმი და გაუსხდა ხელიდან და გაადგინა სკაფანი და გადახტა ღობის მიღმა გოჭი დაუკარგეთო და პირდაღდა ლენა ყვებოდა პირდაღებული დუშელები უნდა გენახა გამყიდველის და მყიდველის როგორ უყურებდნენ ეს ხო მესერს გადაახტა და კარგა ხანს ის მესერს რო გადაახტა იქვე ტყეში ბოლომდე დია არ როგორ იპოვა ტყეში რომ ტყეში გოჭი ვერ დაებალა მოიყვანა გოჭი და გენიალური რამ უთხრა რომ აი ეხა კიდე მისაყვედურებ ჩემ იმაზე კარიერაზეო ხედავო ოჯახის ბიუჯეტი რამხელა დანაკლისგან გადავარჩინეო არა საოცარი ადამიანი იყო რას ლაბარაკობ არ ვიცი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი ლენა ელენე გოგიელი არ ვიცი დიდებული პიროვნება და დიდებული ადამიანი მივყვეთ შენს სიას მე ხელთამაკ ირინა გაბაშვილზე საუბარი ძალიან მიჭირს მე 65 წლის გახდებოდას ვამბობთ იმიტომ რომ წელს 66 შეუსრულდებოდა აგვისტოში ეს 15 აგვისტოს დაბადება ძალიან ძნელია ჩვენ თაობაში და ჩვენ წინა თაობაში მოიძიო ეს ქართული ვაჟი რომელიც არ ყოფილიყო უზომოდ შეყვარებული ამ ულამაზეს გოგონაზე ოღონდ აქ რაზეა საუბარი იცი ზოგ ხატრულ წარმოვარჯიში ბიჭო სხვა სიყვარული და გრძნობა ქონდა ამ ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონას მიმართ აი მაქსიმალურად სადა მოდი პირდაპირ გეტყვი მუშტრის თვალით მე არ მახსოვს ქართველი რომელიც ირინკა გაბაშვილს უყურებდა არა აი როგორც სიმბოლოდ აგიფებოდა და სხვათა შორის ნელი სალაძეს სწორედ ირინკა გაბაშვილმა ათქმევინა მისი ამზდელი ლეგენდარული ნელი სალაძე ქართული მხატვრული წარმარჯიშის დედა და ყველაფერი სწორედ ნელის სახელს უკავშირდება ის წარმატებები და ის მართლაც რა ვიცი რა უწოდო იცი მე შესატყვისი ვერ მოუძებნე ქართულ
მხატვრულ წარმოვარჯიშე ქალებს. აი რამდენიმე ეპითეტიც კი ვფიქრობ, რომ არ გამოხატავს მათ რა. ერთი შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ სპორტული კუთხით, ისინი ხალიჩაზე დაგოგმანებდნენ. და აი ნელისალაძის სიტყვას მინდა დაუბრუნდე, რომ აი ამ კაცო ამ პირშვენიერ სლავ ქალებსო, იმიტომ რომ ეს იყო სლავი ქალების ჰეგემონია, ხო? ტრადიციულად ხატრული იმხარა ტანვარჯიში და ვინ გამოერეოდა, მე მინდა აზიური შარმით განსაღი და დიდი კონკურენცია გაუწიო და ქალბატონ ნელი პირველად ეს შეძლო სწორედ ირინკა გაბაშვილის. ანუ დაინახა ის ოპერატესობა და ის კინოთეატრში უნახავს დედაშვილი. კინოთეატრში და კაცო როგორ დამთავრდა რომ აინთო და შევხედეო რომ ამ გოგოს ხელფეხი რომ ნახეო ხელფეხი ნუ და გადარეულა ქალი რომ ეს არ უნდა დავკარგო ეს არის არა ეს მომავალი ჩემპიონია რა ეხა იშვიათად რომ ეს შენ არა ქუჩაში აი კინოთეატრში აღმოჩენილი ირინკა გაბაშვილი არ ვიცი მე ისი სიტყვები არ ყოფნის გადმოვცე რაც აი ამ ულამაზესმა და უნიჭიერესმა გოგონა მიაღწია თან ურთულესი ეპოქაა კაცო ეს არის იმის ჯერიუგინას ეპოქა ჯერიუგინა უცა ჯერიუგინა ყველაფერს იგებს აი ბიტო მართალია რომ ყველა თითქმის აი სლავი სპორტსმენები რაღაც პრეპარატებზე იყვნენ იცი რთული იცი რა ეს იმდენად რთული კითხვაა და იმდენად ბურუსი არა ნუ მძლეოსნობა საერთოდ ამხრივ უხეშად რო თქვა ჩაფლავდა აი თავმაც შეიძლება ითქვას რომ ისეთ სახეებზე მძლეოსნობა ძალოსნობა ანუ შტანგა ხო რაღაც აი რა შეეხება აქ იგივე ფეხბურთში სპორტშიც და სათამაშო სახეობებში არა კანვაჯიშზე საუბრობ და ანუ ალბათ რა არა არ ვიცი არა ნუ ეხლა ძალიან მაგარი იყო რა ეხლა ნუ მარტო ეს ხوارგიშვილის არა თბილისში ხო მახსოვს ბიჭო 6000 სხვათა შორის აი მაშინ იყო რომ 6000 კაცი მოვიდა დაახლოებით სპორტ სასახლე იტევდა 10500 კაცს არა ხო ნუ აი რო ენახათ შეშად რო თქვა სპორტულ სამოში ჯერიუგინა ნუ იმიტომ რომ აი ირინკა ხო აი როგორც აღნიშნე რომ მუშტრის ვალითო და საქართველოში მხოლოდ კაცი არ მეგულებოდა რომ ჯერიუგინაზე პირზე დუში მოდიოდა პირდაპირ რომ ჯერიუგინა იყო ყველგან ყველა სუფრაზე ყველა წვეულებაზე ყველა ჯერიუგინა იყო ყველგან განხილვისდება აი გაიხსენე რა მე ეგეთი მე არ მახსოვს რომ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული თავმო შეიძლება ითქვას რომ ეხა ჩვენ არც თუ მცირე ხანი ვიცხოვრეთ ვართ ამ ქვეყნად მიშა არ მახსოვს ქალი მეტად მოთხოვნადი აი ისე ხო რაც ქართველი კაცისგან მოდიოდა რაც არა ის სპაკონინოში მალიში რომ იყავდა ისიც იყო არა ამდონის არა ხო ვეძენეები და პროკლოვები არა ბიჭო ეგენი გასაგებია და ის ანდრეიჩენკო ბოლო ის რა დამავიწყებს კაცო ის ყველა ის საკვირაო მამა რო გახდა ცხოვრებაში რო შვილი არ წაუყარია კინოში რო ის ანდრეიჩენკოს ის ენახა რა ქვია მერი ყველა 5 კილომეტრიანი რიგი იყო ბილეთებს ეხა იმათ ისე უნდათ მერი პოპისი და ის ბავშვის გასეირნებს ცხოვრებაში რო შვილი არ გამოსეირნებიან მერი პოპისი პირველი სკოლის კიბეებამდე გადმოდიოდა რიგი კინოთე რუსთაველიდან კაცო მაგი მაგრამ აი ჯერიუგინან მოსხვათებ მოხდა ამ ეპოქაში ახლა უკვე სპორტული კუთხით ძვირბაზო მეგობრობა და იუმორის და ხუმრობაც არ გვაწყდეს ხო ნუ უდიდესი მიღწევები ქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა ეხლა მოგეხსენება მხატვრულ ტანვარჯიშში რამდენიმე ნაირსახეობაა და ირკას ქონდა ლენტი და ბურთი მაგრამ ბურთი ეს მისი საერთოდ ეხა ბურთზე ვიტყვი რომ სწორედ ბურთით მის მიერ შესრულებული უნიკალური წარმოდგენა ნომერი არ ქვია სპორტული ეს წარმოდგენა რომელიც მართლაც ხელოვნების ნიმუში გადაუჭარბელად ვამბობ მისი ცხოვრების ვატერლოოდი ეს იყო ტრაგედია ამაზე ოდნა მოგვიანებით მოდი დავიწყოთ იმით რომ ესე იგი ბურთით შესრულებული მისი მომაკვდავი გედი. ამას ვერ გადმოგცე საბედნიეროდ ეს ჩანაწერი არსებობს. და რა მოხდა ბოლოს ამაზე მოგვიანებით ვიტყვი მე აქ მინდა ვთქვა ყირგიზეთში საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე ქონდა დიდებული გამოსვლა და უკვე სულკურთხეული ლალიდოლიძე რომელიც ირინკაზე პატარა
4 წლით ადრე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიჭო იხსენებდა რომ ბოშა ქალმა გაგოჩერა 200 წინო და ირინგა ამოიჩება თოლიო და გიფკითხავო სიგანკა გადაინუც და უმკითხავ არაფერი ისმ და შენ ამას მოიგებ იმას მოიგებ და ამ საუბრის დროს საფული ამოაცალა მაგრამ ირინგა იმდენად კარგად გამოვიდა და ისეთი კარგი შედეგი აჩვენა რომ მე თვითონ ხუმრობდა ცხონებული რომ ასო ნეტა ესე ამიხდეს ყველაფერიო მიმკითხავო და საფულეს მე თვითონ ვაჩუქებო. მოპარო აღარ დაჭირდებათო რა მე თვითონ ვაჩუქებო და რა მოხდა იცი ერთადერთი შვილი ყავდა ახლა 40 წლის არის უკვე ხო და აი მის საკეთილდღეოდ მოუხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა სადაც საკმაოდ დაყოფიერად მსვლელის რანგში მოღვაწეობდა თუ არ ხო პორტლენდზეა საუბარი მთელი 9 წლის განმავლობაში და დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის კიბოს ბოლო სტადია 5 წელი იბრძოლა იომა მაინც და აი თბილისში რო იყო ჩამოსული ნელი სალაძეს აჩუქა აი ეს მომაკვდავი გედისგან გოგონა ყვავილებით ხელში 32 კილოგრამს იწონიდა უკვე კიბოსგან და ნუ უკვე მომაკვდავი გედი იყო რა მისი ხსნა არ იყო და აი ის რა შეასრულა ისე დაამთავრა ცხოვრება 48 წლის ასაკში რა ვიცი ხე ბიჭო როგორ ჩვენს შემდეგი თაობის ქალების უდიდესი ნაწილი ამ ასაკში იწყებს ცხოვრებას ყველას ახლა ეხება უდიდეს ნაწილს ეხლა ახლა ბოლოს ხარობს და არ ვიცი აი ესე წარმოგიდგე იმიტომ რომ ეს იყო რა ეპოქა მე აქ არ შემიძლია სინდისი არ მომწევს უფლებას არ გავაიხა წეგან სულკურთხეული ქალბატონი ლადოლიძე გავიხსენეთ დიდებულია 46 წლის იტალიაში გარდაიცვალა იქ იტალიაში რაღაც საოცრებები დადგა როგორც წუთნელმა უკვე ელისო ბედოშვილი მაიკო ნადიბაიძე ელისო ბედოშვილი უკვე მომდევნო თაობა იმ თაობის მაიკო ნადიბაიძე თინიკო ნადირაშვილი ირმა ყიფშიძე ხო ბოლოს ეს ჩვენი ეს კრასავიც ის სალომე პაჟაო სასო ნუ აქ მაგრამ აქ ხა იმდენი მაგრამ აქ ბევრ ამ სახეობაში ჩაუხედავი ადამიანის აღურადობად მინდა ვთქვა რომ ერთი მიღწევაც კი არათუ ერთი მიღწევაც კი მთელ კარიერად გიხრის ისეთ უმძაფრეს კონკურენციაში და აი ისეთ უნიჭიერეს თა შორის გიხდება ტიტანური შრომა აქ სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იყო თუ არ ვსდები ხო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა და აქვე მინდა აღვნიშნო სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა ლენტით ვარჯიშში სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში და იმ ხანა ჯეროგინეს გარდა იყო კიდე ირინა დევინა ელენე ტომასი და თვითონ ეხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რომ მოიპოვა ბურთით ვარჯიშში აქ ილიანა რაევა იყო ბულგარელი ლონდონში იქ ემზადებოდა და უკვე ინგლისელებს არაოფიციალურად თავისიანად ყავდა და იყო საკმაოდ ნიჭიერი სპორტსმენი, ქონდა ასევე ძალიან კარგი პირადი კომპოზიცია, რომელიც უდიდეს ოვაციებს და აპლოდისმენტებს და იმას ყვეთდა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, მომაკვდავი გედის შესრულება ეს არ იყო სპორტი. ეს იყო ხელოვნების უკვდავი ხელთუქმნელი უნიკალური ნიმუში. ირინე გაბაშვილი წელს დაბადებიდან სულ რაღაც 66 წელი შეუსრულდება. დარწმუნებული ვარ კიდე ის თავისი შარმით იმ სილამაზით, იმიტომ რომ არა რა გრამს მოიმატებდა, არა ნუ ჯანსაღი ცხოვრები ცხოვრობდა და აი სხვა პლასტიკის და იმის კონე რა, არ ვიცი ეს აი ხო გეუბნები კიდე ერთხელ ჩვენი სტუდენტობის ეპოქაში, ხო? აი ეს მართლა გამორჩეული იყო რა. აი თვითონ კი გეთანხმები. დიმიტრი მიყვები შენ სიას და მე მგონი გვაგჯერ კიდე დრო. კი, არა დრო გვაქვს. კეთემა ლოსაბერიძეზე სულ შენ საუბარი კი ბატონო. ჩვენაცვალი ასევე სამწუხაროდ შეუსრულდებოდა ვიძახით 76 წელი. 1 აგვისტოს ახლა ამ წლეულს 1 აგვისტოს 77 წელი გახდებოდა. არც მას არ ქონია აი რო აღნიშნე წეგან როცა საუბრობდით ხო კალდონ ზიაზე ხო აი მასაც უმძიმესი ბავშვობა ქონდა გადატანილი ნუ თავად განსაჯე ძვირფასო მეგობრებო სულკურთხეული კეთი ლოსაბერიძე დაიბადა ტყიბულის სოფელ ლეყერეთში 9 დედმამიშვილის ოჯახში 9 და ეს დედა გარდაეცვალა 5 წლის მაგრამ იმდენად შრომის მოყვარე და ის რომ მოახერხა ის რომ ჩააბარა
ვინ მოხოს სად რა პატრონი წარმოგიდგენთ 9 დედმამიშვილი ასე დასაკში მამას ხო რა შეეძლო არაფერი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში ხო იცი ეს შვენიერი ქალებისთვის რა შვენიერი და აი რა არის მიშა იცი რაზე მწყდება ხოლმე გული აი ხლა შალვა ჯაშიაშვილი ეს იყო მისი პირველი მსვლელი ვინც იპოვა და აღმოჩინა ეხლა დარწმუნებული შეიძლება ქუთაისში არიწოდენ ეს სახელდაგვარი ხეირიანა და აი ამ პირველ მსვლელებზე ეს ჩემი სუბიექტური აზრია და აქმა ასეთი რომ ოქროს ძეგლი უნდა დაუდგე იმიტომ რომ რეცი რამდენი ნიჭიერი სპორტსმენია და არა ის იპოვა ის აი ის რო არ იპოვა და რამდენი მიდის ამ ცხოვრებიდან იცი რომ მას ვერ პოულობენ და მისი შეიძლება აშჯერ უფრო მეტი ტალანტი იკარგება მიშ ვერ ვლინდება, იმიტომ რომ მას არ შეხვდა, თქვა და ασეთი მსვლელი, ასეთი პიროვნება, რომელმაც ის სპორტულ სარბიელზე გამოიყვანა და შემდგომ აი კარგი იქნებოდა ასეთ ადამიანებს დოკუმენტი. და რატომღაც ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები არიან დაჩაგრული და მე ბევრჯერ მithქვავს, აი მოქმედ სპორტსმენებზე ყველაზე მეტად თუ კი რამეზე მეშლება ნერვი და იწევს აღშფოთება ჩემში, როცა არ იხსენებენ პირველი მსვლელიდან უნდა დაიწყო. და რა ის რომ ვიღაცამ სად როგორ გაყიდა და გადაყიდა და გადმოყიდა კი ბატონო ის თქვენ ვინ გიპოვა და ვინ გიპოვა და ვინ გაქცია ბიჭო თორე არაფერი და იქნებოდი ისევე არაფერი რო იტყვიან ხა არ მინდა რაღაცა გამომივიდეს მაგრამ რა ჩვეულებრივი მოკდავი იქნებოდი როგორც თითოეული ჩვენთაგანი და არაფერი საერთოდ არ ეცოდინებოდა არავის შენი ნაცრაობის და ახლობლების გარდა შენი სახელი გვარი და არსებობა ასეა ხო ეს მე მგონი აქსიომა ორჯერ და გავიმეორებდი დიმიტრი რომ აი ესეთი ადამიანების შესახებ დოკუმენტური ფილმი რო გადაიღონ არ იქნებოდა ორი აიმე რას ბზარ უბრალოდ აი იცი რა არის ცოტა კადრების პირველი მწვრთნელები დაარქვა და მიყვედა პირველი ეს დიდებული აზრია უბრალოდ ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს არის კადრების უქონლობა სადღაც დიდი ის კი არა შეიძლება ფოტო სადღაც გაცვეთილ გახუნებული შავთეთრი ფოტოს მოძიებაც კი გაგეჭირდეს ხო და აი შალვა ჯაშიაშვილი ბიჭო ეს კაცი რომ ზარებს რამდენიმე ის კეთინოსთან ერთად 3-4 სტუდენტი რა გეგოგონი წამოდი ჩილდოსნობა ჩემთან ამას გასული ამას და რა ეხა იწყება ნამდვილი ცირკი ეს მარტო ქუთაისში შეიძლება მოხდარიყო ბაზარში ბიჭო ბაზარი ბაზრის ვისყით მალავდენ დღემდე მაშინაც რაღაცა პატივსაცემი იყო. ბედაში კი არ გვიყვარს მაინცდაბაიცეს არც ამის ინდოურისაც ინდოურეს მალავდენ და რატო? ბიჭო არ ქონდათ ინვენტარი. ეს ნამდვილი ამბავია. ხო, აბა იუმორი კი არ არის. მალავდა ეს გოგონებს აძლევდა დავალება ჯაშიაშვილი და თვითონაც მიდიოდა პატიოსნად რომ ერთმანეთს ესე იგი ხო იცი საუბარში რო შეიტყვებ გამყიდველს რაგებს რაღაც და იქით ცოტა ბოჭორები თუ არის ინდოური თუ და რონიობს ხო რომ ისინი გამოაზრო ბუმბულები იმიტომ რომ კარგად იმას ისროდნენ ის არ ყველაზე მღერდა ინდა არწრობდნენ და ეს მე გაბაზარდა უხეშად რო თქვა რაუდო და პატარაბაზე ხამკუდაიში ყველას ხო და ეს და მე ამათ რო დაინახავდნენ ინდაურებს კეტავდნენ ეს არის სანამ ეს არის ბაზრიდან არ ხო ვერ გააგდებდნენ ახლა ბაზრიდან და ის და ბავშვები თუ რა პატარები შენიერი გოგონები მე გამიგია გamba მაგას ანეკდოტი მეგონა ინდაურებს კეტავდნენ მე და მე დაიწყო სასაული რაღაც ხო არ ვიცი მიღწევები მართა საოცარი და აღნიშნოთ მიშა მთავარი არ მithქვავს რომ კეთევანი ჩება დღემდე ერთადერთ ევროპელ შვილდოსან ქალად ვინაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა არა მარტო ქართველ არა მარტო ეგრეთ წოდებულ საბჭოთა ევროპელ ქალად არც ერთ ევროპელ ქალს ოლიმპიური ჩემპიონი შვილდოსნობაში არ მოუგია და ვერც მოიგებს, იმიტომ რომ ეს არის კლასიკური აზიური სახეობა, სადაც ახლოს ვერავინ ვერ მიდის ის. ქალზეა საუბარი. ქალებზეა საუბარი და ეხლა ვაჟებს ის სიტუაცია, მაგრამ ქალი განსაკუთრებით ეხლა ქალი საერთოდ ხუთეულს ვერ იგარება. მიშა არა თუ პოდიუმს და არა თუ ისე медали უკაი როგორია. საინტერესოა. ნუ არ ვიცი ხა ეს ცოტა ისეთი თემაა, მაგის სპეციალისტი მე არა ვარ და ამას მე ვერ ახსნი, მაგრამ დავიწყოთ რით. დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა გუნდურში ევროპირველობაზე. 4 პოდიუმი და მათ შორის 1972 წელს 2 ტიტული ეს პირადი და გუნდური პირველობა მოიგო და ამ ყველაფრის წინ რა უსრებს რომ ბიჭო შექმნა რაღაცა დიდი რუდუნებით სითბო სიყვარული ოჯახი 1974 წელს ხო და იხსენებოდა თვითონ და ძალიან მალე როგორ ჩანს თვითონ აი ფეხბურთისთან რაღაც პრობლემები აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან მალე მიიღო სპორტიდან წასვლის შესახებ გაწყვეტილება, რომ არაფერი მე და ამბობდა კიდე საჯაროდ, რომ არაფერი როგორც ყველა
არაფერი ოჯახში შექმნილ ქალს მინდა შვილი, რომელიც სხვა შორის 9 წლის თავზე გაუჩნდა. მესმის რა. ერთადერთი ქალიშვილი თინიკო 9 წლის ოჯახში შექმნიდა 9 წლის თავზე და მაშინ ჩაერია სპორტ კომიტეტი თხოვნა მუდარა ყველაფერი და მე ხო იცი მაინც არის ეხლა ნუ იქით რაღაცა ტყიბული ქუთაის თბილისში მაინც და ვაკის საცურაო აუსთან აქ ის ვაკეში ვაკებთან ხდები რაღაცა იმ ხანად რაღაც სასწავლო კორპუსად რო ჩათვლიდი ის შენდებოდა და სპორტ კომიტეტის მასშტაბმა ხელმძღვანელობამ ძალიან ისეთი ისქნა რომ თუ შენო მედალს ამოიღებო არა თან აბრუნებენ და თან პირობით რომ თუ მედალს ამოიღებო სინს არ აღნიშნულობა აი ამ ბინაში ახლა რო შენდება ოროთახიანს ბინას გაძლევთ ვიცე ჩემპიონი გახდა ვერცხლის მედალი მოიპოვა და რა მოხდა ეხა ეს ოლიმპიადა როგორ დაუფასდა 80 წელს რომ მოიგო თვითონ ეხო მაინც ეს იმერული ის რომ არაფრის მომცემი ესენი არ არიან ოჯახში პატარა კონსულტაცია იყო შევიდა ის ბინა ხო არ იყო კიდე დამთავრებული კიდე უკვე ის იყო დამთავრების პროცესი ჯერ კიდე მიდიოდა დამაგვირგვინებელი სამშენებლო ჯო ის ოროთახიანი ხომ ერგება ოლიმპიური ხომ მოვიგეო და ოროთახიანის მაგერად 60-ოთახიანი მომეცა და ვიცი 60-ოთახიანი ბინა და ის არ აღნიშნავს რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა კაცო სერიოზული ის იყო სპეციალისტი იყო ხარისხი ყველაფერი ჰქონდა აბსოლუტურად გაკეთებული ზოგადი მათემატიკის კათედრაზე და კათედრის გამგე იყო საკმაოდ ცნობილი მაშინ განთქმული პიროვნება იყო პოლიკარპე ზერაგია და ზერაგიას ხო იცის მოსრებ ბიჭო გიო რა გიკვირთ მაგის ჩემპიონობა ოლიმპიადისო ბინას უმიზნებდა და როგორ აცელდა ბინას უმიზნებდაო ისიც მინდა აღნიშნო რომ ხო იმავე 80 წელს ბუნებრივია საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და თავად ოლიმპიადას მინდა დაუბრუნდე მე ვიცი ეხლა რა არის ეხლა ეს ქართული ბოღმაროა ჯაი მოსკოვში ისინი არ ჩამოვიდნენ ესენი არ ჩამოვიდნენ კი ბატონო არავინ არ უარყოფს და არც მე არ მავიწყდება და არც მე არ ული მაგრამ 80 წელზეა ლაპარაკი 80 წელზე მაგრამ ვინ ჩამოვიდა და ვინ არ ჩამოვიდა წამი დავანებო თავი შედეგი იყო ზეუნიკალური 2491 ქულა და ვაშთა შორის ფინალი გახდა ჩემპიონი და აი ვაშთა შორის ჩემპიონზე 36 ქულით მეტი აიღო. ეხა თავად განსაჯე რა წყვეტდა ვიღაცი შემოსვლა და ნუ ყმადაღებული ეს რუსების რა ვიცი ეს ამ სასროლეძე შილოსნობაში ეს პუტუზოვა ყავდა თავისი ეს უშუალო კონკურენტი და საკმაოდ ისეთი კარგი ურთიერთობაც ჰქონდა სხვათა შორის. აქვე მინდა აღნიშნო კიდე ერთი რომ ბუტუზოვამ არა სხვა რუსმა სპორტსმენმა ადრე ერთ-ერთ შეჯიბრებაზე აჩუქა ფოცხვერის კლანჭი და ეს თილის მათ ქონდა ყველა შეჯიბრებაზე თან ქონდა ისედაც ქონდა რა ეს რომ მორძმნოების ის გარკვეული ის ქონდა რომ აუცილებლად ესე იგი სტადიონში შედიოდა მარჯვენა ფეხი მარცხენა არ და მე ამბობდა თვითონ ცხონებული რომ კაცო ლოგინიდას რო ვიღებზე დილ და ლოგინიდა რო დგებიო იქაც მარჯვენა ფეხი დგები მე სკოლაში შევდიოდი რომ არ გამოვეძახე აი აგერ ცოცხალი მაგალითი ვედაცვალი რა დაამართლებდა ჭრიდა კი როგორც კი მარცხენა ფეხი ეგრევე გამომიძახა მარცხენა ფეხი შესვლა და გამოძახება იყო ერთი ხო არ ვიცი დიდებული ადამიანი იყო და აი ვიცი სიცოცხლე უყვარდა უნდოდა უთბილესი ადამიანი და 72 წლის ასაკში ალიან ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა არ არის დიდი დრო გასული 5 წელი ხდება ახლა 2022 წელში კეთინო ლოსაპერიც არ ვიცი კიდე ერთხელ ვამბობ ერთადერთი ევროპელი მშვილდოსანი ქალი ვინაც ოლიმპიური ეს მართლა არ ვიცოდი ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ევროპელი და ისიც ქართველი და ისიც ქართველი აი და ნუ ესე იგი აი ეს ამხელა მიხსება ერთ დამადებულ ოთახად დაჭდა და ეპოქაში ვიყავით გვააგდრო ჯერ კიდევ გვააგდრო და ახლა ძვირფასო მეგობრებო გადავიდეთ ჩვენ ერთ ძალიან სანამ მნიშვნელოვან თარიღზე გადავალთ მოვასწრებ რა აუცილებლად მინდა პირველი სოფლიო ჩემპიონი ქალის შესახებ ჭადრაკში მოგიტყროთ საუბარია ვერა მენჩიკზე და რატომ აი რამდენიმე მიმართულებით სხვა შორის იუბილე დაბადებიდან 120 წელი და მენჩიკს მამა ყავდა ჩეხი დედა ინგლისელი მაგრამ დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში რუსეთის იმპერიის ცენტრში და აი საიდან ჭადრაკის მშობლები მინდა აღნიშნო რომ
მამა იყო აი საკმაოდ დიდი ესე იგი მემამულეების მოურავი რა მმართველი ნუ აი საქმე და მმართველი ნუ ქართულად ჩვენებურად მოურავი ერქვა მოურავი საქმე და მმართველი იყო ხო ბუნებრივია ხო მის ბატონიშვილების და თავადების საქმე და მმართველი და აი დედა განსაკუთრებით საიდან იყო დედა იყო გუვერნანტი ქალბატონი და კერძო მასწავლებელი ეხა სულ მეცინება ხოლმე რა ვამბობ რომ ეხა ყველა ოჯახების დიდოდენობას ეს ძიძის მოძიება ძიძა მინდა და სულ ვამბობ თიან ფრაზას ხოლმე რა გუვერნანტ ქალბატონს და პირად მასწავლებელზე რომ ბიჭო ძიძას რომ მოიძიებ მეთქი არ არის ხა მარტივი საქმე ეს ნუ ეხა არ მინდა ამაში აურმავდი ბიჭო არინა რადიონოვნა ვინ იყო არინა რადიონოვნა ვინ იყო კითხეთ მეთქი მე რა ჩემტერი ეგ უთხრა მაგრამ მაინც ისე ნუ მე ბუნებრივია გასაბჭოების შემდეგ ძალიან ცოტა ხანს ნუ რაღაც გაძლეს სანამ კიდე რომ არ დახოცეს და 21 წელს უკვე ჰასტინგში გადადიან ინგლისში გადადიან და აქ იწყება ნუ უკვე ვერამენჩიკის როგორც მოჭადრაკის ზრდა დედულეთშია კი ნუ უკვე დედულეთშია იწყება და იცი როგორ იმხანად მართალია არ ტარდებოდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატები და ვაჟთა ტურნირებში მონაწილეობა აი ეს ფილმი სანამ ნონამდე ჯერ კიდევ ეს მონაწილეობდა და არა ნუ ეხლა გეტყვი მე ერთ საინტერესო რაღაც ერთ-ერთ უმსხვილეს ტურნირზე კაცო ისეთი სერიოზული შედეგი დადო რომ გამარჯვებულ ამ კუბელ გენიოს კაპაბლანკას ნახევარი ქული ჩამორჩა მართლა არა ნუ ეს მეტყველებს რომ სერიოზულ ჭადრაკს თამაშობდა რა და რამდენი წელი იყო და სოფლიო ჩემპიონი გახდა 1927 წელს 21 წლის ასაკში ეს სოფლიოს ქალთა პირველ როგორც ნონა სოფლიოს პირველი ჩემპიონატი იყო მაშინ წრიული შეჯიბრება ტარდებოდა და ერთადერთი ყაიმი დაამთავრა რაის მარცხი რის მარცხი 11-დან 10 ნახევარი ქულა დააგროვა ტიტული შემდგომ 7 გზის დაიცვა და მისი ტიტული გარდაცვალების შემდეგ კარგახანს ხელუხლებელი რჩებოდა 1950 წლამდე. მთლიანობაში გვირგვინს 23 წელი ინარჩუნებდა და აი ისე ბანალურად და ტრაგიკულად არის დაღუპული თავის დედასთან და უმცროს დასთან ერთად, როცა ის ბიჭო ის გაგიჟდა რა უნდა და ის თუ ეს ბოლშევიკური ურდოს მოსპობა უნდა და ის პარალელურ რეჟიმში ინგლისთან ომი ის გერმანია ინგლისის ომზე მაგ მეორე მსოფლიოს პარალელში დაბომბა ის და იმაში რა დაბომბის შედეგად არის კი დაბომბი დედასთან და დასთან ერთად იყო 38 წლის შვილი არ ყავდა იმიტომ რომ ოჯახი 7 წლის შექმნილი ქონდა 18 წლის უფროს რუფუს სტივენსონს დაუკავშირა თავის ცხოვრება არც აქ არ უმართლებდა იმიტომ რომ ქმარი ქორწინებიდან 5 წელიწადში გარდაიცვალა მაგრამ აი ეს გუვერნანტი დედა და ის მამ შემთხვევით არ მიხსენებია. იყო არანორმალურად თბილი, ნუ ზეგანათლებული, ინტელექტით სავსე. აი თითოეული მისი მოძრაობასაც კი ისე აღწერეს საერთოდ იმ ხანის შამწერები ვერ გადმოგცემ, რომ აი სითფოს ხო ასხივებდა და ის უკდაყოფილიყო მისი სახელი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს, ქალთა გუნდს გადაეცემა ვერა მენჩიკის სახელობის თასი. და ბუნებრივია მაშინ სადღაც ვიღაცამ რამდენჯერმე იკითხა კიდეც ამას ადრეულ რომ აი რა იქნებოდა სხვადასხვა მე დავებოდა ეს კითხვა კი აი რა იქნებოდა მართლა მენჩიკის და ნონა ხო გაფრინდაშვილის თამაში რო შემდგარიყო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ნონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1962 წლის 17 მარტს პირველად ხო და ეს ჩვენ გადაცემის ჩემი აზრით და ეს თავარი ღირსშესანიშნავი მოვლენაა ხო რა იქნებოდა ორი ფაქტორია ვერა ჯერ ერთი ასაკით იქნებოდა ის უკვე იმ რომ მე მეჭება რომ ისი მოდი გეტყვი აი გავრისკავ პროგნოზს რომელიც არ მიყვარს სპორტში აი 12 კლასიკური პარტია რო ეთამაშათ წარმოუდგენელი იყო რომ ვერას ერთი პარტია მაინც მოიგო და მაქსიმუმ აი ორი ყაიმი მისთვის იქნებოდა იდეალური შედეგი. კიდე გვაჩვენებენ რომ დრო ცოტათი გვეწურება და ეს საფინალოდ შემოვიდა ქალბატონი კი რა თქმა უნდა და სოფლიო ჭადრაკის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი სწორედ 1962 წლის 17 მარტს გახდა პირველად სოფლიო ჩემპიონი ვერა მენჩიკის მსგავსად 21 წლის ასაკში ფინალში რუსი
კიდე ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებაზე ძალიან ისე ამოა ელიზაბეთ ბიკოვა 9-2 მოსკოვში ახლა მოსკოვის მიღმა ხრუშჩოვის ეპოქაში ვინ გათამაშებდა მაშინ რო გეტყვი შენ ბიჭუნთაში და იქ მათამაშეო სახალინს ალბათ დაგანატრებდნენ 9-2 გაანადგურა ყაზახეთში მაინც დაუმარცხებლად 7 მოგება 4 ყაიმი მე თვითონაც იმას ცხდებოდა გული 4-დან კიდე 3 მოსაგები მქონდაო რის შემდგომ ჭადრაკის დედოფლის გვირგვინმა უწყვეტ რეჟიმში საქართველოში ზუსტად 3 ათეული წელი 30 წელი დაიდო ბინა ქალბატონ ნონას მიულოცოთ ედის დღე მიულოცოთ ქალთა დღე ის არა მარტო ქართული ჭადრაკის დედოფალია ის ქვეყნის სახია რომელმაც არაერთი ეპოქა შექმნა და ამ დიდებულ ქალბატონზე კიდე არაერთი თაობა გაიზრდება ჩვენ კი ქალბატონ ნონას ღერძელობა და კიდევ უამრავი წარმატება უსურვოთ იმიტომ რომ ეს ქალბატონი თავისი მოღვაწეობით დღემდე საკმაოდ ნაყოფიერად აგრძელებს და იღწვის თავისი ქვეყნის დღევანდელი დღის და მისი მომავლის. თვითონ ძალიან დიდი მადლობა ძალიან ლამაზი ლაკონური და ესეთი შენებური პორტრეტი შექმნილი ამ დიდებული ქართველი სპორტსმენი ქალების მე მადლობას გიხდი მადლობას ვუხდი მეგის ყველას ვინ სტუდიაშია ყველას მიულოცოთ ჩვენი პერსონალ ჩვენ გოგონებს რადიოსმენელებს და ხვალინელი დღე მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ძვირფასო ქალბატონებო იყავით ესეთივე მშვენიერები ესეთივე კარგები კეთილები და გემრიელები და ერთი მაინც ანოსის სახით არ შეიძლება არ თქვა იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს მარტო ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე არ არის ჩემი დაუსრებელ მასწავლებად მივიჩნევ ამ გენიოს რომელიც მიმაჩნია რომ ის არათუ სამყარო ის უფრო მეტი ალბათ galaktika იყო და გპირდებით რომ სხვადასხვის ბოლოს დაგაინტრიგებთ და გეტყვით მაგ ეხა 23 კიდევ როგორც სიცოცხლეში არ იქნა დაფასებული ასევე ამ გენიოს შემდგომ მისი გარდაცვალების შემდეგ და ბოლო ხაზ გახშირდა უпроსორით გარკვეული გადაცემები მიმაჩნია რომ მაინც იმ ხარისხის და იმ დონის არ არის, რასაც ეს მართლა galaktikis სამყაროს უდიდეს წარმომადგენელი და არ ვიცი რა, ალბათ რა არის, მარტო იმიტომ უნდა იყო ბედნიერი და გიხაროდეს რომ ქართველი ხარ, როცა ყავდა ვინ? ეროსი მანჯგალაძე. იმდინარე კვირაში ეროსის დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდებოდა. მე კი გპირდებით რომ შესაძლოა მთლად ბევრი არაფერი, მაგრამ მომდევნო შაბათს ეროსი მანჯგალაძის შესახებ თქვენ უკვე სპორტული კუთხით ბევრ ისეთ საინტერესო ინფორმაციებს მოისმენთ, რასაც ცოტა გავკადნიერდები და შესაძლოა ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდეს და ყური არ კონდეს მოკრული. დიდი მადლობა დიტო, დაველოდებით მომავალ შაბათს, ჩვენც დაველოდებით მომავალ შაბათს თქვენთან შესახვედრად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. დროებით. და საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.